თავდაცვის მინისტრი მინდია ჯანელიძე გორშის სამხედრო ჰოსპიტალში იმყოფებოდა. მინისტრმა აისაფის საერთაშორისო მისიასა და 2008 წლის აგვისტოს ომში დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეები კაპრალები რამაზ დავითაია და ჯიმშერ ჩხენკელი, ასევე მაიორი ფრიდონ მახარაძე მოინახულა. მინდია ჯანელიძე სამხედრო მოსამსახურეების მკურნალ ექიმებს გაესაუბრა და ჯარისკაცების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღო. დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეების მონახულების შემდეგ ჰოსპიტალის დირექტორმა თავდაცვის უწყების ხელმძღვანელს გორის სამედიცინო დაწესებულების ინფრასტრუქტურა დაათვალიერებინა და დაწესებულების შესაძლებლობები გააცნო. საქართველოს შეიარაღებული ძალების მეორე ქვეითი ბრიგადის 23 ბატალიონის კაპრალი რამაზ დავითაია და მესამე ქვეითი ბრიგადის კანცელარიის უფროსი მაიორი ფრიდონ მახარაძე ჰელმანდის პროვინციაში აისაფის საერთაშორისო მისიაში მონაწილეობისას დაშავდნენ. მეოთხე ქვეითი ბრიგადის 42 ბატალიონის კაპრალი ჯიმშერ ჩხენკელი კი 2008 წლის 8 აგვისტოს ცხინვალის მისადგომებთან დაიჭრა. ბოლო დღეებში მას ჯანმრთელობის მდგომარეობა დაუმძიმდა და კვლავ ჰოსპიტალში მოათავსეს. Უნახული ჩვენი მებრძოლები, რომლებიც დაჭრილები არიან სხვადასხვა პერიოდში საომარი მოქმედებებში. განსაკუთრებით ერთი მებრძოლის მდგომარეობა არის ძალიან მძიმე, თუმცა სამედიცინო პერსონალი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მისი სიცოცხლე გადაარჩინოს და ფეხზე დააყენონ. გორის სამხედრო ჰოსპიტალში სტუმრად იმყოფებოდა თავდაცვის მინისტრი, რომელმაც მოინახულა 2008 წლის და სამხედრო მისიაში დაშავებული სამხედრო მოსამსახურეები. გაეცნო ინფრასტრუქტურას და იმ პრობლემებს, რომლებიც დგას სამხედრო ჰოსპიტალის წინაშე.